ეთერს ვაგრძელებთ ჩვენს სტუმართან ერთად ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე შემოგვიერთდა და გეგმავთ რომ ვისაუბროთ სალოტბარო სკოლების შესახებ, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა გაიხსნას. თუმცა პირველი სკოლა უკვე გახსნილია, ეს არის ოზურგეთის სკოლა. მოდით გვითხარით უფრო დაწვრილებით ამ იდეის შესახებ და მიზანი რა არის? მოგესალმებით დილამშვიდობის. ჩვენ 15 იანვარს უკვე პირველი სკოლა გავხსნით ხობში და 16-ში ოზურგეთში. ეს მოგესალმებათ რომ ფოლკლორის ცენტრი არის ასეთი დიდი ორგანიზაცია, სადაც არა მარტო სიმღერა გალობა არის, აქ არის სხვადასხვა მიმართულებები, რაც ფოლკლორი რასაც მოიცავს აბსოლუტურად ყველაფერი, ეს არის ეპიზოდურება, ქორეოგრაფია და ასე შემდეგ. ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლები გაიხსნება 14 რეგიონში 2015 წელს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ 2014 წლის განმავლობაში, მოვამზადეთ ფაქტობრივად 2015 წელი იმისთვის რომ ჩვენი ტრადიციების აღდგენა გაცოცხლება მომხდარიყო. ყველას მოიხსენება რომ ისეთი დროა დღეს მსოფლიოში რომ ეს ტრადიციების ძალიან განსაკუთრებული დაცვა ჭირდება და ფოლკლორის ცენტრმა გადაწყვიტა რომ გახსნას თავის წარმომადგენლობები და სალოტბარო სკოლები იმისთვის რომ ახალგაზრდები უფრო მეტად დაინტერესებულები იყვნენ ამ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი სიმღერით, გალობით, ქორეოგრაფიით და ასე შემდეგ. ვფიქრობ რომ ნამდვილად საშუალო საქმეა, ნამდვილად ჭირდება დღეს ეს შემოყვანას და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა, კულტურის სამინისტრომ და ჩვენი ეგიდით ხორციელდება მართლაც უნიკალური პროექტები, რომელიც გაგრძელდება 2016-2017 წლები და ვეცდებით რომ ყველა მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც იყო ეს უძველესი ტრადიციები, გავხსნათ ჩვენი წარმომადგენლობები. კი ბატონო, ვის ექნება შესაძლებლობა რომ ისწავლოს ამ სკოლაში? აუცილებლად განსაკუთრებული უნარები უნდა ჰქონდეს მას, შეამოწმებთ წინასწარ თუ მხოლოდ სურვილია საკმარისი? პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ იქნება სწავლება უფასო, ასევე მინდა ვთქვა რომ იქნება სპეციალური პროგრამა ჩვენს მიერ შერჩეული, როგორც სიმღერაში, ასე გალობაში, ყველა მიმართულებით და ყველას ექნება, ყველამ შეუძლია. ხა მოგეხსენებათ რომ ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, ახალგაზრდები ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და რეგიონებში კიდე ეს განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ არის ნიჭიერი თაობა მოდის და ალბათ შეზღუდული არავინ არ არის, ვისაც აქვს, ვინც აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, ასე სიმღერა სჭირდება, გალობა სჭირდება. ყველა მოხდება ამ სკოლაში შეზღუდულები არის, რა თქმა უნდა, მე იქნება აქტიური გამოცდები, შემდგომში უკვე ეს ძალიან მე თავი აღარ უნდა დაზოგონ. არა, რა თქმა უნდა, აქ არ იქნება რაღაც ისეთი ზერელი სწავლება, იქნება ძალიან მიზანმიმართული სიმღერის გალობის, ქორეოგრაფიის და სეკვების და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი კიდევ ერთხელ ვადასტურებ. და გეგმავთ თუ არა რომ თქვათ განსაკუთრებულად წარმატებულ, გამორჩეულ მოსწავლეებს ხელი შეუწყოთ სამომავლოდაც? არის თუ არა პერსპექტივაში რაიმე თქვათ სადმე სურს რომ განაგრძოს სწავლა თუ დაეხმარებით ამ მიმართულებით? დიდი მადლობა, ძალიან ნამდვილად ისეთი საინტერესო კითხვა არის. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება მემორანდუმი დადებული ფოლკლორის ცენტრს გიორგი მთაწმინდელის უმაღლეს სასწავლებელთან, სადაც ქართული ტრადიციული სიმღერა და გალობა ისწავლება და წარჩინებული მოსწავლეები სრულიად უფასოდ, სრულიად ესე ვთქვათ, ფინანსების გარეშე ჩაირიცხებიან ამ სასწავლებელში, დაუბრუნდებიან თავიანთ რაიონს. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მართლა ხელსაყრელი პირობები დღევანდელ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა მართლა თავი დადოს ამ სიმღერისთვის, გალობისთვის და ისევ თავის რაიონს მოხმარდეს და აქცენტი გვაქვს გაკეთებული მაინც ამ სასწავლებელში, რომ ვის ჩააბარებს, გვინდა რომ ისევ თავის რაიონს დაუბრუნდეს, რომ იქ გააგრძელოს ეს თავისი პროფესიული საქმიანობა. რაც შეხება პედაგოგებს, ადგილობრივი პედაგოგები არიან თუ ნაწილი შესაძლოა თბილისიდან მიდის, როგორ დაგეგმეთ ეს? გეტყვით, ესეც საინტერესო კითხვაა, მადლობა. ძირითადად საქმეა ადგილობრივი კადრები. ეხლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ ვერ ექცეოდა ესეთი ყურადღება იმ ლოტბარებს, იმ სპეციალისტებს, ვინც რეგიონებში მოღვაწეობდნენ და ფაქტობრივად ენთუზიაზმით ცხოვრობდა ეს ხალხი და აკეთებდა იმ საქმეს. და ჩვენ ყველა ის ადამიანი, ვინც რეგიონში არის გამოცდილი, ვინც არის ძალიან დახვეწილი ლოტბარი, ყველა დასაქმდება ჩვენს მიერ. უფრო დიდი პრობლემა არის თვითონ
თბილისის შემოგარენში, აი ისეთ რაიონებში როგორც არის დუშეთი, თეთრი წყარო და ასე შემდეგ, აქაც ხსნით ჩვენ სულ მალე. იქ უფრო რეგენტის ანუ გალობის მასწავლებლების პრობლემაა და ჩვენ სამწუხაროდ რამოდენიმე ადამიანის თბილისიდან მივლენა მაინც გვიწევს. მაგრამ როგორ მოახერხებენ ისინი გადავლენ საცხოვრებლად? არა, კვირაში 2-3 დღე ჩავლენ. ახლა დუშეთი ახლოს არის, თეთრი წყაროს ახლოს არის. რამოდენიმე აი ახლო რაიონში თბილისიდან მოვლენ, მაგრამ ძირითადად მაინც დასაქმებულები არიან ადგილობრივი კადრები და ესეც მნიშვნელოვანია. დასაქმების კუთხით? რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი წელი რაც მოდით ფოლკლორის ცენტრში და ყავდა 49 თანამშრომელი და უკვე 100 მეტი თანამშრომელი გვეყოლება ის პროფესიონალი ხალხი, ვინც ნამდვილად ემსახურებს ჩვენ ყურადღებას და ქვეყნის ყურადღებას. რაღაც პატარა გამოცდილება უკვე გაგვთხოვთ 15-ში გაიხსნა როგორც თქვენ თქვით პირველი სკოლა და როგორი იყო გამოხმაურება, აქტიურეს თუ არა იმ ახალგაზრდებმა, ვისაც შეუძლია რომ სწავლა განაგრძოს სკოლაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა არნახული ის გამოხმაურება მოყვა ადგილ. მე არ ველოდი ნამდვილად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობიდან დაწყებული ახალგაზრდებით და მშობლებით დამთავრებული ხობში მაგალითად რა ისეთი დახვედრა მოაწყოს და ისეთი გამოხმაურება ქონდა რომ ჩვენ ერთიორად გაგვორმაგდა სტიმული. ასევე ოზურგეთში არის მოგეხსენებათ გურული პოლიფონია მსოფლიოს ცნობილია და იქ ოზურგეთში ცოტა განსხვავებული მდგომარეობაა, იქ იხსნება დასავლეთ საქართველოს ცენტრი, ანუ ფილიალი ჩვენ თბილისში, რაც გვაქვს, მთავარი ცენტრი, იმის ფაქტურად იგივენნაირი კეთდება ოზურგეთში, აქ არ იქნება მხოლოდ საალტვარო სკოლა და თქვა 1-2-3 ადამიანი დასაქმებული, აქ გვაქვს ძალიან დიდი შენობა გადაუცა, მთავრობამ ეხლა არემონტებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ შენობას და იქნება უნიკალური შენობა თავის საგამოფენო დარბაზით, თავის ჩამწერი სტუდიით, თავის სცენით და ის პრობლემები, რაც მთლიან საქართველოს პრინციპში ქონდა ჩაწერის კუთხით, ვერ წერდნენ მომღერლების სიმღერებს, იმიტომ რომ აი კუსტაური ხდებოდა ან გაარეთ ან ამე ისეთ დარბაზებში, ეხლა გამართული აუდიო სტუდია იქნება, სადაც შეიძლება თქვა ჩაწერა მოახდინოს დისკის გამოცემა. ან თბილისში უწევდა ჩამოსვლა, ეხლა აღარ მოუწევთ, პირდაპირ ოზურგეთში იქნება მთავარი ცენტრი, კონცერტებიც იქ ჩატარდება, კონფერენციების მოწყობა შეიძლება და გვინდა რომ ეს ცენტრალიზება, რაც თბილისს არა მარტო ფოლკლორში ყველაფერში გააჩნია, გვინდა რომ ცოტა გავშალოთ რეგიონებში. ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ და ნამდვილად კარგი პროექტია. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე. ნახოთ რეკლამა, შემდეგ მოამბე და დაგიბრუნდებით.